მძღოლი კაცი ვარ, ჩემს უკან ყველა მძღოლები აქვს. ყველა მძღოლია, ყველა მშრომელი, რასაც ქვია, ამ კომპანიაში მუშაობთ. ვიტყვი იმასაც, რომ მუშაობდი მე აქამდე კიდე და უსაფუძვლოდ გამიშვენ. მაგრამ დავბრუნდი. სადღაც 6 თუ 7 თვის მერე. მაგრამ ასეთი არ იყო ადრე რა. ეხლა დღეს ძალიან ცუდი ვითარებაა. ყველაფერთან მიუხედავად, ცოტა ახლოს მეიტანე ჯობია. ყველაფერთან მიუხედავად არ დაილია მათი არც ორშაბათი, არც სამშაბათი, არც პარასკევი, არც ხუთშაბათი, არც ხვალე, არც ზეგე. მე მაგალითად მაქვს ასაღები ახლა იანვრისთვის. ამ წლიდან, მიმდინარე წლიდან, დანარჩენს აქვს ნოემბერ-დეკემბერი კიდე ასაღები. ჩემს უკან ხალხი აგერ და ასე გვატყუებენ. არ არის არავითარი. ან გამოვიდეს, მოვიდეს, გითხრას უფროსია, თანამდებობის პირია, რომ აი დღეს არ იქნება და ხვალე იქნება კონკრეტულად არა დღეს ხვალე ვიღაცის ქიყავთ ახლა თავიანთი იგენ ვითარება კიდე ძალიან უკიდურესად მძიმეა როგორც მთელ საქართველოში ან მთელ სოფლიოში რო ავიღოთ ანალოგიური აქაც ჯერ ვართ მძღოლები ხო მძღოლს რა უნდა რო დაჯდება საჭესთან გამართულად და იმედიანად უნდა იმუშაოს ან წავიდეს იმოძრავოს აქ კიდე ტექნიკა ყველა არის უტილში ჩასაბარებელი. ჯარში ჩასაბარებელი. გაუმართავი ტექნიკა. 5 წუთზე მოგსდევლარიან, რო გაჩერდები. 5 წუთზე მოგსდევლარიან და შენი საათი არა. ესაა ჩვენი, რა ვიცი, კატასტროფული ვითარება, იმიტომ რომ რატო უნდა ვიყვეთ, ჯერ კი ემიგრაციაშიც მივდივართ, ვიყავი, ბევრი წასული არის, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ იქ ხო ცუდ ვითარებაში ვიყავი. აქ კიდე სახში, ეზოში, ჩემი წაწყალში ვაფშე საერთოდ უარეს ვითარებაში ვართ. არანაირი მოხედვა, არც არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ვეღარ გავიგეთ, საით წავიდეთ, რა გავაკეთოთ. ვართ ასეთ სიტუაციაში. თუ ვინმე მოგხედავს, თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი ღვთისმიერი, მაგის მეტი რა ჩვენთან საქართველოში და მოგცეს უამრავი უფალმა, იქნება რაღაცა დაგვეხმარონ, იქნება რაღაცით ეს ჩვენი ორი კაპიკი ავიღოთ. აქ არის ეთნიკურად ახლა აზერბაიჯანელები, არის საქართველოს მოქალაქეები. არის კიდე თურქმენები, არის კიდე აზერები თვითონ ნახშევანიდან იქიდან ჩამოყვანილი. ჩვენ არავის არ ვაჩერებთ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენსას. როცა რო გავიფიცეთ, გავჩერდით, ჩვენსას ვითხოვთ. ნამუშევარი კუთვნილი რო როგორმე მოგწა. არ არის იძახიან ფულები თვითონ რესტორნებზე არ იკლებენ და ფუფუნებაში არიან ბიძია და ჩვენ ლუკმაპური გვინდა. ესე არ გამო. ასეთი ვითარებაა ბატონო.